გამარჯობა, ჩემოძირფასო მეგობრებო. დღევანდელი საჯარო გაშლის თემა არის როგორი იქნება ჩემი თვე, ანუ თქვენი თვე როგორი იქნება, რომელიც ახლახანს დაიწყო, როგორი იქნება ანუ თქვენთვის ოქტომბრის თვე და თუ ეს თემა თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ მოიწონეთ ეს ჩემი ვიდეო, გამოიწონეთ ჩემი გვერდი, რომ ყოველთვის იცოდეთ ახალი ტაროს გაშლების შესახებ, რომელსაც მე ავტვირთავ ჩემს ასე ვთქვათ არხზე. და მოდი ახლა დავიწყოთ და ვნახოთ როგორი იქნება თქვენი თვე, ანუ როგორი იქნება ოქტომბრის თვე თქვენთვის. და ვნახოთ როგორი იქნება ოქტომბრის თვე თქვენთვის, კონცენტრირდით საკუთარ თავზე, მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრეთ და ვნახოთ რა ელოდებათ ამ თვეში და როგორი იქნება ეს თვე თქვენთვის. Wow. Rasnica. ესე იგი, ხუთიანი თასებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა ეს ფონი რაც გვაქვს, ხო? ეს თვე დაიწყება, ან უკვე დაიწყო პრინციპში, ან უკვე რამდენიმე დღეში დაიწყება იმ გრძნობით, რომ თითქოს რაღაც ძვირფასი დაკარგეთ და აი ვერ მოისვენებთ, მოკლედ რაღაცნაირად წარსულის ტკივილებიდან გამომდინარე, სინანულში იქნებით, მოგონებებში იქნებით და რაღაცა უსამოვნო შეგრძნებები დაგეუფლებათ, მაგრამ რეალურად შემდეგ რაც გვაქვს, ხო, არკანები და კარტები რაც გვეუბნებიან, ხო, 10-იანი თასი, 5-იანი კვერთხები და 3-იანი პენტაკლები, აი 10-იანი თასები გვეუბნება, რომ სიხარულის, ურთიერთობების და ემოციური სითბოს დაბრუნება წინ გელოდებათ, მიუხედავად ამისა, სიმშვიდე მარტივად თქვენთან არ მოვა ჩამოძვირფასება, 5-იანი კვერთხები ჩააგდებთ, ესე ვთქვათ, ბრძოლებში, სადაც თქვენი პოზიციის დაცვა აუცილებლად მოგიწევთ, ხო? და მხოლოდ 3-იანი პენტაკლის მეშვეობით, ანუ ეს არის გუნდურობა, ჭკვიანური ნაბიჯები, ხო აი ამის მიხედვით და მეშვეობით შეძლებთ წარმატებას რომ მიაღწიოთ, ასე ვთქვათ, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებში. ყველაზე გარდა, ასე იგი, გადამწყვეტი მომენტი, აი გარდამტეხი მომენტი მოდის სამჟავროდან და ეშმაკიდან გამომდინარე. ხო, ეს არის კარმული გამოფხიზლება. ეს ორი არკანი ერთად დაჭდა, ხო? ეს არის კარმული გამოფხიზლება და ცდუნება ერთდროულად მოგიწევთ არჩევნის გაკეთება, გააგრძელოთ ძველი, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ჩარჩოებში მოქცეული ურთიერთობები თუ მდგომარეობები თუ აი გაბედოთ და გათავისუფლოთ და აირჩიოთ ახალი გზა, ხომ? ეს იქნება თქვენზე დამოკიდებული. ესე იგი, თვე სრულდება 7-იანი ხმლებით, აი ეს არის 7-იანი ხმლები. და ეს არის გაფრთხილება თითქოს, ხო? რომ სიფრთხილე გჭირდებათ, ვიღაც შეიძლება თქვენ ზურგს უკან თამაშობდეს, გატყუებდეთ, თქვენ ზურგს უკან მოქმედებდეს, ამიტომ თქვენი სიფრთხილე და წინ დახედულობა ჩამოკარგებო გადამწყვეტი იქნება თქვენთვის ამ თვეში. მოკლედ, ეს თვე არის გარდატეხის, ბრძოლების, ცდუნებების და ახალი შანსების, ასე ვთქვათ, თვე, რომელიც მოგცემთ თქვენ, ასე ვთქვათ, საშუალებას აირჩიოთ თუ რა გზით წახვიდეთ, დარჩეთ ძველში, თუ წახვიდეთ ახალში, ან უბრალოდ ის ძველი ახლებურად წაიყვანოთ, ხო? ანუ საბოლოო ჯამში ვიტყოდი ესეთ რამეს, რომ ეს თვე მაინც და მაინც უფრო, ესე ვთქვათ, ეხება ურთიერთობებს, ოჯახურ მდგომარეობებს, სადაც არის დისბალანსი, სადაც არის გაურკვევლობები, სინანული, წუხილი, ასე ვთქვათ, არაჯანსაღი მიჯაჭვულობები. და ამ ყველაფერს სჭირდება ამ ორი არკანიდან გამომდინარე გამოფხიზლება, სჭირდება სწორი არჩევნის გაკეთება, ძველი მიჯაჭვულობებიდან გამოსვლა, რომ ასე ვთქვათ, უფრო გაიმარტივოთ ცხოვრება. სულ ეს იყო ჩემოძვირფასებო ამ ეტაპისთვის, აი ესეთი ინფორმაცია გასცა ჩვენმა კარტებმა და ამ ტაროს დასტამ თუ რა გელოდებათ ამ თვეში. კიდევ ერთხელ მოგმართავთ და გთხოვთ, რომ დალაიქოთ ვიდეო და გამეტაროთ ჩემი არხი და თუ თქვენთვის საინტერესო კონკრეტულად თქვენზე მორგებული გაშლები არის ჩემთან შესაძლებელი პირად კონსულტაციაზე და თუ დაგაინტერესებთ ჩემი ნომერი მითითებულია ასე ვთქვათ პროფილის ასე ვთქვათ როგორ ვთქვა პროფილში და შეიძლება დამიკავშირდეთ WhatsApp-ზე ძალიან გთხოვთ მომწერეთ ნუ მირეკავთ ეგრევე გთხოვნა მაქვს იმიტომ რომ შესაძლოა ამ მომენტში ან ვიდეოს ვიწერდი ან სხვა კონსულტაციაზე ვიყო და ხელი მეშლება და დიდი თხოვნა მაქვს ჩამომართმეთ ასე ვთქვათ ცუდად ამ ჩემს თხოვნას რომ ნუ დამირეკავთ მომწერეთ ძალიან გთხოვთ კარგად იყავით ჩემს უფასებად დაგემშვიდობებით მშვიდობიან ღამეს გისურვებთ